მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემას. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საგარეჯო სოფელ გიორგი წმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი პავლოვი. მოგესალმებით მამაო, დიდი მადლობა. მე ერთმა დაგლოცოს შემონათია. დიდი მადლობა და გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ ჩვენთან. სიხარულით სიამოვნებით. დიდი მადლობა სტუდიაში. რა თქმა უნდა, პირველი კითხვა მექნება თქვენთან ზოგადად როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე ვითარებას. იცით როგორ დავაფასოთ რა. აი ახლა ჩვენ ვიმკით. უпростоრად ჩვენ კი არა. არსებული ხელისუფლება იმკის ის რაც დათესეს რა. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ჩვენ ახალგაზრდობ თაობას რა. როგორ მოხდა, როგორ გაიზარდა ესეთი თაობა, რომელსაც ესე უკვე იცით ნაკლებად თითქმის მოწყვეტილია ეროვნული ცნობიერებისაგან რა. ყველა არა რა თქმა უნდა, ღმერთმა დავიფაროს რა. დიდი ნაწილი რა. დიახ. აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ეხება განათლებას და შესაბამის ატმოსფერასთან ქვეყანაში რა. განათლების სფერო ეს არის ყველაზე მთავარი რა. ესე იგი, რაღაცა ხდება ჩვენ სკოლებში, უნივერსიტეტებში, ხო? სად არის ეს ყველაფერი? არ გამოდის სკოლიდან, უნივერსიტეტიდან მამული შვილი, რომელმაც კარგად იცის საქართველოს ისტორია. არის ის ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში. კი ბატონო, უწმინდესმა კარგად თქვა, ინტერნეტი კარგი რამეა, მაგრამ ინტერნეტში რამდენი რამე კარგი შეიძლება ადამიანი მონახოს ინტერნეტში, მაგრამ რამდენი ცუდიც. და ახალგაზრდობა იცი რა ის არ აქვს მას ესეთი ჩამოყალიბებული, ვთქვათ, ცნობიერება არ გარჩევს, რისი თქმა ნახვა შეიძლება, რისი ნახვა არ შეიძლება რა. და უდიდეს როლს თამაშობს ის, ვინც არის მასწავლებელი. აი თანამედროვე სული ეს, რასაც ჩვენ ვუწოდებთ თანამედროვე სული, უკვე ყველგან შეძვრა რა. რა თქმა უნდა, სკოლებში და უნივერსიტეტებშიც რა. აი ეს ლიბერალიზმი, ეს თავშებულება, ხო? იმიტომ რომ ესე ხედავენ ყველაფერი, აი ვთქვათ, რას ხდება საზღვარგარეთ. და უნებლიეთ ბაძავენ ამას ყველაფერს, ხდე? ეხლა გამახსენდა ერთი რამ რა. საპროტესტო აქციები რამდენი ხანი მიმდინარეობს, არა? მათ შორის არის უამრავი არის გულანტებული ჩვენი მამული შვილი რა. ესე იგი, წინა დღეს ნანახი მაგ გიგა ბოკერია გამოჩნდა იქ რა. და რა თქვა იცი შენ? ჩვენ უნდა შევერთდეთ დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციას. ჯერგერთი სიტყვა ქრისტიანობა და ამ კაცის პირიდან როგორ გამოვიდა ესეც უკვე საოცრებაა რა. ესე იგი, იქ არის ქრისტიანული ცივილიზაცია და ჩვენ არ წარმოადგენთ ქრისტიანულ ცივილიზაციას, ხო? თან უძველეს. აბა მოდი ვნახოთ ეხლა, სად არის ეს ქრისტიანული ცივილიზაცია ევროპაში? სად არის? ევროპა ყარს სულიერად. ყარს. აი მაგაშია მთელი უბედურება. ის არ არის მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ან რაღაც მით უმეტეს ბრანდებული ევროპა, სამწუხაროდ. და იცით როგორ არის? შენ ამას რო ეძახი, აბა დამანახე სად არის მათ ქრისტიანობა. უამრავი ტაძარი ევროპაში მეჩეთებად არის ქცეული. ცნობილი ფაქტია. გაცილებით უფრო მეტი ქირავდება სხვადასხვა დაწესებულებებისთვის და საკონცერტო დარბაზებისთვის. მამლებით სავსეა იქ ტაძარი და მსახურებიც არიან ასეთები. რა დასამალიეს რა. რა თქმა უნდა, იქაც არიან მორწმუნე ადამიანები, როგორ არა, მაგრამ იცით რას გავს თანამედროვე ევროპა? აი თითქმის ჩამქრალი სანთელი და ოდნავ რო კიდე რო ბჟუტავს რა ცეცხლისა და მაგრამ უკვე ჩამქრალ სანთელზე რა თითქმის რა. აი ეს არის რა. ესე იგი რატომ ხდება ეს ყველაფერი რა? რატომ ხდება ესეთი დასავლეთის და გინ ევროპის, გინ იმის გაღმერთება ესეთი რა?
თითქოს იქ ზე ადამიანები ცხოვრობენ. თუ იქიდან რაც მოდის ყველაფერი კარგია, ყველაფერი მისაბაძია. კაცო, კარგი როგორ არ არის კარგი, კაცო, ბევრი კარგი როგორ არ არის. ევროპაში და ამერიკაშიც რა. მისაბაძის ბევრი არის, მაგრამ ხო უნდა აწონ დაწონა, მან რა მდგომარეობაშია. ევროპა დღეს. დავიჯერო არ უნახიათ პარიზის ოლიმპიადა. რითი დაიწყო პარიზის ოლიმპიადა, მითხარით რა. მკრახელობით არ დაიწყო? ამ სუკანმა ლესბიანკა რო დაждდა შუაში, შარავანი და გარშემო ესეც ტრანსგენდერები ეს მამაძაღლები ის რა იდნენ. დაცინვა არ იყო ეს საიდუმლო სერობის ხატზე მითხარი. სპორტული ღონისძიება მკრახელობით და საზიზღრობით დაიწყო რა. აი ეს არის სახე რა. ეხლა ეს სახე ამ ევროპისა. აი ეს არის უბედურება. ამიტომ უპირველესი ყურადღება უნდა მივაქციოთ განათლებას. ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ აუცილებლად და ეკლესია მაგ საქმეში აუცილებლად თავის დიდი როლი უნდა ითამაშოს. ხელისუფლება ამბობს, რომ განათლების სისტემის რეფორმაზე იწყებს მუშაობას, მაგრამ ამ სფეროს თვითონ ეროვნულ ნიადაგზე გადაწყობას არ ცდილობს. აი თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოში განათლების სისტემა, რადგან ამ თემაზე ისაუბრეთ ახლა თქვენ? პედაგოგები უნივერსიტეტებში, სკოლებში თვითონ უნდა იყოს ნამდვილი მამული შვილები. საქართველოს შეყვარებული ადამიანები, რომელიც კარგად იციან საქართველოს ისტორია, უყვართ ქვეყანა, უყვართ ეკლესია, შეხედე? აი მე არაერთხელ მithქვას, შენ იცი რომ აი ჩვენ თვალწინ ეროვნული თვითცნობიერება იშლება როგორად. დიახ. როგორ ხდება, როგორი საშიდელი საქმეა, შეხედე? კატასტროფული მდგომარეობა არა მხოლოდ მაგ კუთხით, რაც ჩვენ განათლებას უწოდებთ. აი ისევ ის გააქტიურდნენ ყველანაირი სექტანტები რა. აი როგორ არ თქვათ რა. ალბათ ყველამ შეამჩნია რომ რაღაცა ბოლო 1, 2, 3 წელი თითქოს არ ჩანდნენ რა ეგრეთ წოდებული იეღოველები, ხო? და სხვა სექტები. კი, ერთი პერიოდი. ეხლა მიუღიათ ისევ დაფინანსება, ისევ გაჩნდნენ ყველა დილიდან დილა ადრიანა სკვერებში, ყველა რაიონებში, სხვადასხვა რაიონებში მე ხალხი ხო მეუბნება, ხო? კატასტროფული მდგომარეობა. მე ვიცი რომ მაგალითად გაგალის რაიონში სამეგრელოში სხვაგან ერთმა ახლობელმა მითხრა რომ სოფელი არის ჩვენთან ესე ნუ ვაფშე ნახევარზე მეტი იეღოველები არიან სოფელში რა კატასტროფული მდგომარეობა შეხედე თუ ვინმე ფიქრობს რომ მხოლოდ ეკლესიის საქმეა ესა ძალიან ცდება ეს ხელისუფლებასაც ეხება ეს ყველაფერი და ესეთი კატასტროფული მდგომარეობა მე უკვე სოციალურ სფეროზე ხალხი ვილაპარაკებთ ეხლა რა გაჯერება და უბედურება არა და არაფერი რა მოდის დღესასწაული და მართალი კაცები დგანან ანტებული სანტებით ეკლესიაში რა დავიჯერო არ იციან რა მდგომარეობა საქართველოში რომ შიმშილობს ბავშვები შიმშილობენ ნათია ათასობით ბავშვი შიმშილობს საქართველოში რა უამრავ მათგან გაჭირებას მე პირადად ვიცნობ. უამრავ ვიცნობ. მაგრამ ალბათ ხდები არა მე ვისაც ვიცნობ ალბათ სხვაში წვეთია, ხო? ეს კატასტროფული მდგომარეობა საერთოდ რა. სულ ზღაპავს აი ხალხი რა. ისეთი სიღატაკია რა. მაგრამ ისი როგორ არის? მე იმ დასკვნამდე მივედი, ნათია რა. აი მაგათ არ უყვართ ქართველი ხალხი რა. ხალხი არ უყვართ მაგათ რა. როდისმე გინახე შენ საერთოდ ლაპარაკი გაჭირვებულებზე მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი არხი არის ობიექტივი სადაც ამ თემას ეხება და ფართოდ საერთოდ ლაპარაკი არის მაგ თემაზე აკრძალული თემა საერთოდ რა ასევე საერთოდ აკრძალული თემა არის აფხაზეთით სამაჩაბლო გაგიგიას როდისმე რომელიმე აი ამ წლების მანძილზე ლაპარაკი რომელიმე ტელეარხზე გარდა ობიექტივისა აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემებს რო ლაპარაკი. ან ანალიზი იმის რა მოხდა, რა უნდა გაკეთდეს. ტაბუდაბებული თემა საერთოდ რა. შტაბეჭდილება ესეთია ისი რომ ეს არაინტერესებს არ სჭირდებათ მას ეს თემა საერთოდ. იყოს როგორც არის რა. სადაც ვართ ხო მართავთ არა ჩვენ ხელშია ხო? ეს კიდე ჩვენი საქმე არ არის რა. რაც იქნება იქნება. არა დროგადის რამდენი წელი გავიდა რა? 30 წელი გავიდა რა. ხუმრობ შენ. არავითარი კონტაქტი არ არის. აი ადამიანურ დონეზეც კონტაქტი არაფერი არ არის, აბა თქვა და უფრო ეს
შორდება, ხო? აფხაზეთის და ის სამშობლოდან რა. მაგრამ აკრძალული თემაა რა. არ ვიცი რა, ეს უნდა გაჩერდეს. არ შეიძლება ამის გაგრძელება მეტი. როგორც დავკარგეთ ტაო-კლარჯეთი მაგალითად, როდესაც საუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს ჩვენი 33% აქვს ოკუპირებული და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ახალგაზრდა თაობამ არ იცის ეს და თქვენ როდესაც ბრძანეთ, რომ ჩვენ შორდებით აფხაზეთზე, საბოლოოდ ისე არ გამოვიდეს, რომ როდესაც ახალი თაობა დაიბადება, არც იცოდეს, რომ აფხაზეთი არის საქართველო, ან დაუშვათ ტაო-კლარჯეთიც საქართველოა და აუცილებლად ჩვენი ტერიტორიებია და ამაზე უნდა უამრავი ახალგაზრდა წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ტაო-კლარჯეთზე, რა არის ტაო-კლარჯეთი. აზე არ არის საერთოდ არა. მართალი ბრძანდები კი. მაგიტომ გეუბნები რა, ანუ ღმერთს ვევედრებით რა. აი ღმერთს ვევედრებით, რომ ეროვნული ხელისუფლება მოვიდეს საქართველოს სათავეში და მოვაკიდებაც რა. ძალიან კარგი. მე ეს ნანახი მაგ. ძალიან კარგი. ამინ. თქვენ ბრძანეთ ასე რომ ვთქვათ, ქრისტიანობაზე და მე მინდა ძალიან ესე გულში ცუდად მომხვდა აი თუნდაც იაღოველებზე, რომლებსაც დაუშვათ მთელი ნახევარი სოფელი ყავთ გადაბირებული, ხო? თუმცა ამ კუთხით, როდესაც ჩვენ საუბრობდით განათლების სისტემაზე, მე მაინც ვფიქრობ, რომ რელიგია ერთ-ერთი წამყვანი საგანი უნდა იყოს სკოლებში, რომელიც უნდა ისწავლებოდეს ბოლომდე და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგანი უნდა იყოს, როგორც დაუშვათ ქართული მათემატიკა და ისტორიაც გახდა. ის ისტორიაც ბოლოს გახდა ცოტა მოთხოვნადი, თორე აქამდე არ იყო. ასე რომ ვთქვათ. ახლობელმა ჩემმა ეხლა ახალგაზრდა ჩვენ მომბრელმა ისეთ რამე მეგობართან ვლაპარაკობდითო და რაღაცა ეკლესიურია თვითონ და ეს ბიჭი და რო უთხარ ეკლესია შენი ჭირები რა ეხლა რელიგიაზე არ დამიწყო ლაპარაკი რა. ასეთები რამდენია იცი შენ? როგორ მოხდა ეს ყველაფერი რა? აი იცი როგორ არის? აი ჭარბობს ეს რაღაცა ეს გარეგნულია ბევრი რამე რა, ხელოვნურია რა. აი მოვა ადამიანი თქვა სანთელს დაანთებს და აქეთ ღმერთი უნდა მადლობელი უნდა იყოს რომ შენ მოხვედრე სანთელი დაანთე რა. თუმცა ბევრი ადამიანი არის ვისაც სურს ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ მდგომარეობა ესეთია რომ აი უნდა რაღაცა სადღაც რაღაცა იშოვოს ორი კაპიკი საჭმელზე რა. ვის არ უნდა ეკლესიაში არული მარხვა როგორ ვის არ უნდა? უამრავს მაგრამ მდგომარეობა ესეთია რა, საშინელი მდგომარეობა რა. ეს გაჭირვება რა. ეს არის უპირველესი პრობლემა რა შეიძლება ვთქვათ რა. განსაკუთრებით როცა ლაპარაკია ბავშვებზე. შენ კარგად იცის რომ გაეროს მონაცემებით 10,000-ობით ბავშვი შიმშილობს საქართველოში. ეს არის გაეროს მონაცემები. შეიძლება პირველ ადგილზეც ვიყოთ, იმიტომ რომ ბავშვების უმეტესობა მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო ამას ჩემს ყველა გადაცემაში ვამბობ, ძირითადად იკვებებიან პურით. და აი ასე უნადგურდებათ ორგანიზმი, რომლებიც ვერ იღებენ ხორცს, თევზს, ბოსტნეულს, ხილს და ასე შემდეგ მოგეხსენებათ, აი ამაზეც გავამახვილებ ახლა ყურადღებას, რომ ძვირია ყველაფერი ვერ წდება ოჯახი რომ ბავშვი იკვებოს ჯანსაღად სრულფასოვნად და აი სწორედ ეს არასრულფასოვანი კვების გამო ბავშვები განიცდიან სხვადასხვა დაავადებებს. იმუნიტეტი არ გააჩნია. აი ბაბაკი ნათია. აი ხო გეუბნებთ ქვეყანა გაჭირებული მოიეთ ჩემთან და აი მაგალითად აი მოდის მრავალშვილიანი დედა ხო? სპეციალ ვეკითხებ მეთქი რა გაქვს სახში საჭმელი? არაფერი მამა გიორგი ცოტა მაკარონი გვაქვს და მეზობელმა ცოტა ის რა ქვია ხახვი მომცა რა. სამი შვილის დედა რა. და მე ვიცი შემდეგ რომ მამა გიორგი ძალიან არც მინდა და ახლა მე თქვა სტუდიაში, თუმცა რიგი დგას მამა გიორგისთან ეკლესიაში, რომლებიც უბრალოდ იქ იკვებებიან. თქვენი კურთხევის გარეშე არც მინდა და მე თქვა, თუმცა ეს იმას მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სოციალური ფონი. წინა კვირას მოვიდა ქალბატონი, ხა ჩვილი ბავშვი ეჭირა ხელში. ამის გარდა კიდევ რა ვეუბნები? და რა დღეში რა ხდება რა? ქმარი არ ყავშე, დედა ქმარი კაცი და სხვა ქალთან წავიდა დამტოვაო. დედა ავათარის მამა გიორგი. თუ აი კატასტროფა რა. და ის ბინის პატრე მეუბნება 350 ლარსთან არ მომიტან, არ შეგიშვებო რა. ის გეუბნება აი არ ვიცი როგორ ხარშავ ამას ყველაფერი წლების მანძილზე არ ვიცი, ცოცხალი როგორ ავარ რა.
აი ამ უბედურებას რა. დავიჯერო ეს არიციან, აი ხლა როგორ რა თქვა რა. აი ბოლო დღეების მანძილზე ხლა რომ ტელევიზიაში რო აჩვენებენ ას რა ვიცი რა დავარქვათ დაყადებულ თუ რა ფულებს ჩანთებით რა ესა $100 პაჩკებით რა აჩვენებენ რა. ისე რა უყურება თანად ერთდროულად მეცინებოდა კიდევაც ეს სასაცილოც არის ეს სურათი რა ამ მშიერ ქვეყანაში ჩანთებში ეს $100 პაჩკები სულ რას ფიქრობდი იცი ამას რა უყურებდი აი ამის ნახევარს მაინც რა რო დაურიგებდნენ გაჭირვებულებს საიქიოში უკვე პასპორტი ექნებოდა ჯიბეში რა ამათ რა 60-ში რა აი დავიჯერო როგორ ცხოვრობ შენ ეს როცა ისი რო ხალხი ესე დღეში პენსიონერები გაჭირებულები მრავალშვილიანი დედები აი როგორ აგროვებ მაგ ფულებს რა აი არ ვიცი რა დავარქვა მაგას რა ანუ აი ეს ყველაფერი იცი როგორ არის ჩემნათი ეს ველური კაპიტალისტური იდეოლოგია რა აი ეს არის შეხედე გამდიდრდი სვის თავებზე გაიარე და არაფერი არ უნდა გაინტერესო შენ გამდიდრდიო რა ეს ბევრი ფული, ბევრი ძვირადღილება მანქანა, ყველაფერი დინები, აგარაკები, ყველაფერი და შიმშილოს ვინმე რაში რა ჩემი საქმეა რა. აი ეს არის გაიგე, ეს იდეოლოგია რა. ეს არის ველური კაპიტალიზმი, ველური რა. და სად არის არ გეცოდებათ შენი თანამემამულე? ანდა რა ვიცი ეხლა როგორ არ შევეხოთ ამ იმას რა. კაცო, პროტესტის რამდენჯერ მონაწილე მიღებული ჰქონდათ პატრიოტების მიტინგებზე და ყველაფერი. მრავალათასი, უპირველესად ის 100,000-იანი მიტინგზე, 100,000-იანი რა. ფოთოლი გავუვარდა იმას ხიდან რა. რა გინება, რას ლაპარაკობ? რა შეტაკება გაგიგე ყოფილა როდის მე ხატით რო გავიარეთ თელი რუსთაველის ივერესტის შობლის ხატით. არაფერი საერთოდ რა. ეხლა რა მოდაში შემოვიდა ხალხ მრავალ ადგილებში დედის გინება რა. აგინებენ მეზობელ ქვეყნის მეთაურს რა. მე თავიანთებს ქართველებს აგინებენ რა. შეიძლება საზოგადოების შექმნის სადაც უამრავი რუსთაველზე იქ ხაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ხალხი დგას იქ დედის გინება როგორ შეიძლება დედის გინება ამის გამო ჩვენ დროს რა ვიცი კლავდნენ იცი ადამიანს დედის გინების გამო რა. როგორ შეიძლება ეს რა უბედურება საიდან მოვიდა ეს ყველაფერი რა შეწყდეს ერთხელ სამუდამოდ ქართველების დედის გინება რა არ გავიგოთ მეორჯერ საერთოდ ეს უბედურება რა საიდან მოვიდა ეს უბედურება რა რატომ აგინებთ თქვენ ანდა რა ვიცი იმათ რო აგინებ ხო იმით რა აი რამეს ამით შენ საქართველოს სიკეთეს მომტანია ეს შენი გინება ამას რა ქვია ეს შენ ანანიზმი რა აი მეტი არაფერი არ შეუძლია ადამიანი და ქალები დგას და წწყევლის რა ნაგინებს რა. აი ეს უზნეობა ეს გეუბნები. უკიდურესი უზნეობა რა. უკიდურესი უზნეობა. ბავშვების დგანან იქ შეიძლება სტუდენტები ბევრი სტუდენტის არის ხო როგორ შეიძლება ეს ბილსიტყვაობა ესეთი გინება რა. ყოველ დაუშვებელი რამეა რა. აგინებენ პოლიციელებს ხო? პოლიციებს როგორ აგინებენ? ისიც ხო ქართველია კაცო. ისიც შეიძლება შენი შორეული ნათესავი, შენი მეგობრის ნათესავია. ვიღაცის როგორ შეიძლება გინება რა. ესეთ ხალხმრავალ ადგილებში. ყოველ დაუშვებელი რამეა. თქვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ იქ არიან და იქ დგანან სწორედ ის სტუდენტებიც, ახალგაზრდებიც და ადამიანები, რომლებიც არიან გულანთებული ახალგაზრდები. და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ხელისუფლება ასე გვექცევა ხალხს და მეორე სამწუხარო რეალობა არის, რომ აი ასეთი ცუდი ფაქტები ხდება რუსთაველის გამზირზე, რაც თქვენ ბრძანეთ. თუმცა არის კიდევ დაკავებები, რეპრესიული კანონები, აქეთ პარტიების აკრძალვა, თუ კარგად გავიაზრებთ ჩვენ ხალხში შიშიც არის. კი. მაგრამ ახლა რა დასამალია ვინ ქმნის ამ შიშს? ჩვენი ზვირფასი ხელისუფლება. რა თქმა უნდა. აი მაშინაც არ გითხარით რა. აი პატრიოტებს ვიხსენებ. მესამჯერ ხო გააყალბეს არა? არ შეუშვეს რა. მესამჯერ ზედაზე. ამის გამო რამდენმა ადამიანმა უკვე იმედი დაკარგა იცი შენ? აი ჩვენმა მამულიშვილებმა 1000 მამულიშვილები იცი რა იფიქრეს უკვე რა მნიშვნელობა გინი არის არჩევნებზე გინი მას ხმა მიეცი აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს რა მაინც რასაც უნდა იმას დაწერენ აი ეს არის ყველაზე ცუდი საქმე რაც გაკეთდა შეხედე წართვის იმედი ხალხისაგან რა
წაართვეს იმედი და ყველგან დასადგურებელი უიმედობა რა. უიმედობა. და მე როგორ მართალი კაცებით ხო გეუბნებით ეკლესიის განასანთლებით რა. ეს სასაცილოც და სატირალიც არის რა. იცი რომ მოატყუე მთელი ქვეყანა და რა გამოდის ისი რა. აი პირში გეუბნები დურაკი ხარ ხო? და უნდა თქვა ხო დურაკი ვარ. აი ეს სიცრუის ის არის ატმოსფერა გარშემო რა. ყველაფერი არის ტყუილი რა. ტელევიზორში ართა თურმე ბედნიერი ქვეყანა ყოფილიყავთ ყველაფერი პირველ ადგილზე ვართ რა. უმუშავრობის დონეზე ყველაზე დაბალია, ეკონომიკა აყვავებულია, ყველაფერი ის რა. აი ტყუილი რა გეუბნები, როგორ შეიძლება ამ ტყუილის თქმა რა. და ამ ტყუილების მე ეკლესიის გარე დიდი სადრე, თან წინად განა, გაიგე. მართალი კაცებით რა, აი სასაცილო სატირალია რა. მამა მე მინდა რომ მიმართოთ მოსახლეობას და რატომ? აი ისმის მუდმივი მუქარა რომ გათენდება ხვალინდელი დღე, თქვენც მოგადგებიან, თქვენც დაგიჭერენ, აკრძალავენ, ვინც რაღაცას დაუპირისპირდება, ვინც უსამართლობას დაუპირისპირდება. რას ეტყოდით მოსახლეობას? ჩვენს ქვეყანაში ხომ არიან სხვა პატრიოტული ძალებიც, ხო? როგორ არა კაცო, რა თქმა უნდა კაცო, რა თქმა უნდა. ნუ თუ პროტესტის გამოხატვა ზომიერ ფორმებში აკრძალული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ნათი, ეხლა გიპასუხებ რა. იცი როგორ არის? აი ჩემ ხელშია ხელისუფლება ხო? არავის არ შეუშვებ რა. მე უნდა ვმართო რა. აი ეს სპრუტი რო არის 8 ფეხა რა. აი ჩემია ეს ყველაფერი, არავის არ შეუშვებ რა. ამას იცი რა ქვია? მაფია ქვია მაგასა. თანამედროვე მაფია რა. უბრალოდ ეხლა იცი როგორ არის? ეხლა პეჯა კოსტუმით არის გასტუმრებით ის რა. არა და შეუძლებელი მაფია რა. რაღაც წრე არის ფეოდალების წრე, მდიდარი ადამიანების წრე. ეხლა ნახე რა ხდება რა. მე გეუბნები, ესე თუ გაგრძელდა საქმე 5 წელიწადში საქართველოს არაბული ქვეყანა გახდება. როგორ ეს კატასტროფული მდგომარეობა, ეს როგორ შეიძლება ეს რა? ასევე მაინტერესებს რა სიტყვით ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, როდესაც აი მაგალითად პატრიოტული ოპოზიციის მიმართ ბოლო არჩევნებზე სადაც მაგალითად არც მივიდა მოსახლეობის უმეტესობა და პატრიოტული ძალებიც თითქოს აღარ უნდა ხელისუფლებას, რომ ოპოზიციაში ყავდეს. 13 წელიწადი გავიდა, ჩემონათია. 13 წელიწადი რა. ამ 13 წელიწადში რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა რა. განათლების სფეროში, აი ჩვენ ვეხობთ სოციალურ სფეროში, ყველაფერში ხო? ჯანდაცვა მაგალითად. ჯანდაცვა. არაფერი არ გაკეთდა თითქმის. ხოლმე გარეგნული ფასადული რაღაცა, ფასადული რა. სკვერები ის რა შეჭიდა მე სკვერი რომ შეერი ხალხი უნდა იეროს ამ ეს ფული დაურიგეთ გაჭირებულებს რა. არაფერი ამ ხრივ არ კეთდება, ხო გეუბნებით, აი ეს არის ამას ისი რა შევლება, ძალაუფლების უზურპაცია რა. და გამოდის რომ უზურპატორები არიან რა. უზურპატორები რა, თანამედროვე უზურპატორები რა. და ხალხმა რა ქნას გა ხალხი ეხლა, მაგრამ იცი როგორ არის, ჩვენ ხო საქართველოში ვცხოვრობთ. ჩვენ ხო ვიცი საქართველოს ისტორია. აი ახლა რომ ის იმის თქმა უყვართ ახლა. ეს პოლიტიკას ნუ ერევითო, ეს ჯერ კიდევ ყველამ უნდა კარგად იცოდეს რა. იმდენად ვერევით ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკას, რამდენადაც მათი პოლიტიკა ეხება ეკლესიას და ხალხის ზნეობას და ყველაფერს რა. ესე არ წავა საქმე ესე რა. ამიტომ ეს არ გაგზელდება უკვე ესე, ეს დაუშვებელია და ხო გეუბნები რა, ნუ ყველამ უნდა იცოდეს ისე ვიმეორო ჩვენ საქართველოს ისტორია ვიცით. აი გავიხსენოთ თუ ძრო ეძახიან პოლიტიკას ნოერებით რა. წმინდა ევდემოს კათოლიკოსი ვინც იყო, ხო იციან? დიახ. რა შეჭირდებოდა ეს ყველაფერი ევდემოს კათოლიკოს რა? ილოცებდა თავისთვის ყნარად, მაგათ რაოდათ იცი შენ. თქვენ მანდ ეკლესიაში მონათლეთ, პანაშვიდობით ჩაატარეთ და მათ ნოერებით ეგ თქვენი საქმე არ არის რა. არა ჩემო ბატონო რა. იჯდებოდა თავის ყნარად წმინდა ევდემოს კათოლიკოსმა რა? რა შეჭირდა? ევდემოს კათოლიკოს შეთქმულების სათავეში იდგა. მართალია მოღალატე აღმოჩნდა და მე ხომ იცი როგორ
მოკლეს რა. კლდიდან გადმოაგდეს. მაგრამ კათოლიკოსი წმინდა დიდი წმინდანია ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ხალხის სიამაყეა. მაგრამ როსტომ ხანს ვინ იხსენებს საერთოდ რა. ასომე ესე არ არის რა. ესე არ არის იცით როგორ არის ხალხი უნებლიეთ ეკლესიიდან ელოდება სიტყვას. და სამწუხაროდ რაღაცა ხედავთ რაღაცა დუმილია რა. და ეს დუმილი არის ძალიან დამღუპველი დამიჯერე რა. არ შეიძლება ესე რა. იმიტომ რომ სად ეკლესია და სად ტყუილი რა. მთელ ქვეყანას აცხოვრებენ ამ ტყუილში რა. და ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ? მან დიყავით თქვენთვის ჩუმად რა. ეგ თქვენი ეს პოლიტიკას ნუ ერევით. ეს არ არის ეს პოლიტიკა რა. არ წავა ესე საქმე რა. ამიტომ იმედიანად უნდა გაწყობილის ხალხი ისევ გავიმეორებ რა. მე ნანახიმა ღმერთმა დამანახა. რომ ეროვნულ პატრიოტული ძალები მოვლენ საქართველოს ხელისუფლებაში. ამინ. მამა, როგორ აფასებთ არაბული ქალაქების მშენებლობის დაწყებას აჭარაში და თბილისში? როგორ არის ესეც იგივეა, რასაც მეც ახლა გითხარი რა. ვისთვის ბათუმის თემას რომ ჩავუხმო. ვისთვის შენდება ეს ყველაფერი რა. ეს უგასაგებია ეს ყველაფერი შენობები იქნება უცხოტომელებისთვის რა. სად აქვს ქართველებს ფული? ესენი ბინები იყიდოს ეს ძვირადღილებული ყველაფერი რა. როგორ ფიქრობ შენ ესე იგი თქვათ უტკინოები არიან ისინი? რომ ამოდენა თანხას ჩადემენ რომ ქართველებს ზრუნავენ ისინი? ეს სასაცილოა პირდაპირ, რას ლაპარაკობ რა. ისინი თავის ხალხზე ზრუნავენ რა. თავის ჯულის ხალხზე ზრუნავენ ისინი. რა არის ამაში დასამალი? მაგრამ აქ იცი როგორ არის? ძენგინი პახდუთ რო ეძახიან რა. ოღონ ფული შემოვიდეს რა, იქიდან ხო მოტეხავთ რაღაცას რა. და ჯანდაბა ესე ყველაფერს წანის პარკსაც გავყიდით იმას ბორჯომის დღეს და ყველაფერს გავყიდით რა. ხო ჩვენ ხელშია ჯერჯერობით რა. ხო და მთავრდება მათი მართლობა მთავრდება. ასევე მე პირადად ძალიან მაწუხებს თბილისში რაც ხდება, მაგალითად კაფე-ბარები მარჯანიშვილის ტერიტორიაზე ფაქტიურად სულ არაბულია. თურქული. თურქული მარჯანიშვილი ცნობილი ფაქტია, დიდი ხანია ეგ უკვე. ნუ რასიზმ რა. ანუ ხელისუფლებას რომ მოუნდეს, მამა, ხო შეუძლია რომ ერთ კვირაში ის ტერიტორია სრულად გაწმინდას. არც უნდა ერთი კვირა. რა შეჭირდება მაგათაც რა? მაგათ შეჭირდებათ ისი რა სტაბილურობა. სტაბილურობა ნებისმიერ ფასად რა. შეხედე? აი ჯანდაბა ყველაფერს რა უყო სტაბილური იყო რომ ჩვენ დავჭერთ ხელისუფლებაში და ფული შემოვიდეს რა. და დანარჩენ ჯანდაბა ყველაფერს რა. მაგრამ ისე ვიმეორებ რა. აქედან ერთადერთი დასნა მათ ხალხი არ უყვართ რა. არ უყვართ ხალხი. მარტო აი თავისი რაღაცა ვიწრო რაღაცა ესეთი პარტიული ინტერესები აქვს რა. და თვალებს ხუჭავენ ყველანაირ უბედურებაზე რა. იმაზე რომ გაძვირებულია რა ქვია აპტიაკებში მედიკამენტები, ეს მათხოვრული პენსია, რაც პენსია არსებობს საქართველოში. აი ჩვენ რეგიონში ხო? საერთოდ რა. არსად არ არის ესეთი დაბალი პენსია, რაც არის საქართველოში. კი ბატონო, მაგაზეც ვისაუბრებთ, თუმცა მე მინდა აჭარის თემა ამოვწურო და ვთქვა, რომ აი მაგალითად მე პირადად, როდესაც გადაღებებზე დავდიოდი აჭარაში და მაღალმთიან აჭარაში, პირადად მე ძალიან მაწუხებდა, როდესაც სოფლებში, ჩვენს ქართულ სოფლებში ავდიოდი და იყო მეჩეთი და არ იყო ეკლესია. ანუ ხულოში ზემოთ, როდესაც ავდივართ მაღალმთიან აჭარაში, ძირთადად არის სულ მეჩეთები. და აი ამ ფაქტმა მე პირადად როგორც ქრისტიანი ადამიანი ძალიან შემოწუხა და დამთრგუნა. ამაში ვისი ხელი ურევია, აბა თუ იცი შენ რა. აი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც მილიონები ღებულობენ იქიდან რა. დიახ. ამათი ხელი ურევია მუბედურებაში. საკმარისი ხო რაღაც ამოიღო ამაზე რამე სექტანტებზე, ან იმაზე რაღაც იმ წუთში მოვლა როგორ შენ ეს რელიგიურ უმცირესობას იმასე თქვენი სექსუალურ უმცირესობას ნუ ეხებით ის რაღაც აი ესე კიდე აი მახინჯები ეგენი რა სულიერად მახინჯები ბევრი მაგანი გარეგნულთაც მახინჯია რა ხო და ამათი ხელი ურევია მობედურებაში რა ჩაუკედეს ყველასი პირი რა რამთებაზე აი არ შეხებთ აი შეხებთ აბა და ისინი კიდე თავის საქმეს აკეთებენ ეს ყველაფერი გეუბნა აი ეს
სოროსის ნაშიერები რა, ვინც დარჩნენ და ისინი არიან რა. და იქ იზრდებიან ბავშვები, იქ იბადებიან პატარა ბავშვები, რომლებიც უყურებენ არა ეკლესიას და ჯვარს, არამედ მეჩეთს. აი ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა და ძალიან დამთქვნა და დღესაც ძალიან მთრგუნავს, იმიტომ რომ როდესაც მე დავიბადე, ვუყურებ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისეთი გავიზრდები, იმ ბავშვმა რა დააშავა, გაიზრდება ისეთი. ნათია, საქმე იცი რა შე. აი პატარა ქვეყანა ვართ, ცოტანი ვართ რა. აი ცოტანი ვართ რა. და იცი როგორ არის? ხა მოგეხსენებათ, რომ ისინი როგორ მრავლდებიან რა. ნამდვილად. აი მაგაშიც არის. ეს დემოგრაფიული აფეთქება ხო მოხდება, იმიტომ გითხარი 5 წელიწადში აქ არაბული ქვეყანა იქნება რა. იქ ძალიან სერიოზული საკითხია. ვინ უნდა იზრუნოს ამაზე, რომ ქართველობა გამრავლდეს რა. ამაზე გაგიგია შენ ლაპარაკი საერთოდ რა? არა. არაფერი რა. ფული, მარტო ფული რა. არ ვიცი რა, აუტანელია ეს ყველაფერი, აუტანელი რა. მართალია ეს კი რა, როგორ არა კაცო რა. მართალია. მის ნაცვლად რომ საქართველოში ზარისხმა ესმედოდეს, აგერ, აი ამის ნაცვლად ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? ნომერ პირველი არის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა. წახალისება, მაქსიმალურად დახმარება, რათა რომელიმე იძულებული ვარ მაგალითის მოვიდან ახლა რუსეთში რა მდგომარეობა ამხრივ რა. ის არის ეგრეთ წოდებული მატერინსკი კაპიტალი, დედის კაპიტალი რა. სახელმწიფო აძლევს რაღაც სერიოზულ თანხას, ოჯახმა რაღაცა ბინაში ჩადოს ეს ფული თუ სხვა რამეში რა. არაჩვეულებრივი რამეა რა. აი რამხელა ხარდაჭერა უკვე სახელმწიფოსაგან. დიახ. სახელმწიფო როგორ ეხმარება ჩვენ იმას ოჯახებს მითხარი აბა. არაფრად არ ეხმარება და აი ახლა პატრიოტ ალიანს და თითქმის ყველა საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა თუნდაც ერთი საკითხი ბინადშენებლობის საკითხით ჩადებული, როდესაც მწვავე პრობლემის ფონზე აი ეს პროექტი, პროგრამა გადაწყვეტა ბევრი ოჯახის ბედს. არიან ოჯახები ხო? უბრალოდ ადამიანები. ჩემზე მეტად თქვენ ხვდებით ადამიანებს და გეუბნებიან თავიანთ პრობლემებს, რომ ვერ მოყავს ცოლი რომ ბინა არა აქვს. გამიგებ ბევრი შემთხვევა გამიგებ ცოლი კი არა კაცო. ქორწინებას გადადება ქორწინებისა. აი ის კი არა დაჟე ნათლობებისა რა. აი რაღაცაში ხო უნდა ისოქნო, რაღაც ხო უნდა აღნიშნო. ნათლობან ქორწი რაღაცა. კი. ესეთი მდგომარეობა რა. ფული სჭირდება ყველაფერს, მაგრამ იცი რა გამოდის საერთოდ? როგორი სისტემა შექმნეს სახელმწიფოში ნახე საქართველოში? ჩინოვნიკები ცალკე, პედაგოგები სკოლებში ისე ცალკეს ყველა ისე დამოკიდებულია თავის ყველა შიში აქვს რომ არ დავკარგო ჩემი ხელფასი და ჯანდაბა ყველაფერს გესმის შენ? კი, ასია. და გამოდის რომ ეს უბრალოდ ხალხი ამათი ხელფასების მაგათი ხელფასების ბძევლები გახვდით ჩვენ რა. გესმის შენ? აი მაგათმა შექმნეს ესეთი ისა რა. მე პირადად გამიგია კაცო, ზოგი გაჭირებულებისაგან რა. მრავალშვილიანი დედრის სოციალურს მიღებულობს. აბა შენ იცი რა. ხმა მივეცი სადაც საჭირო, თორემ ესა ხომ იცი რა. მითხრა მე პირადად ეს გაჭირებულობა რა. მრავალშვილიანი დედამ რა. რომელსაც ეშინია რა მაგრამ. რა თქმა უნდა. იგივე მდგომარეობაში არის პედაგოგი და ასე შემდეგ რა. აი სისტემა არის შექმნილი ესეთი რა. დიახ. რა ვიცი რა, მაფიოზური სისტემაა რა. და ახლა მე მინდა გადავიდეთ სოციალურ თემაზე, უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ. ესე იგი, 16,000-მდე გაიზარდეს ხელფასები მთავრობის წევრებმა და 20 ლარით მოუმატეს პენსია. 20 ლარით მოუმატეს პენსიონერებს პენსია, რომელიც ისევ თავიანთ ჯიბეში წავიდა, იმიტომ რომ გაძვირდა პური, გაძვირდა მაკარონი, გაძვირდა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის წამლებიც, რომლებიც ყველაზე მეტად ჭირდება პენსიონერს და რა აზრი აქვს მამამ ამ 20 ლარით პენსიის მომატებას? თანაც როდის ხდება ეს ყველაფერი? არჩევნების წინ, ხო? კი. აი რა არის 20 ლარი? აი მაგათ რო კითხოთ რა, ვისაც ესეთი ხელფასები აქვთ. აი დედაშენს რო იმას მისცემ ეს 20 ლარი რაღაცა. მოგეწონებათ? როგორ არის თქვენი მშობლები, თქვენი ნათესავები? ესე არიან არა? ესე კი არა, ესე არიან რა. მაგიტომ ისე იგივე ერთ იგივე ჩემონათია. არ უყვართ მაგათ ხალხი. არ უყვართ. სად არის აი შენი ერის მიმართ სიყვარული. აი მამა გაბრიელო გახსოვს? ეს რო აკეთებდა.
ტირილით რა არის მამა გაბრიელ ქრება სიყვარული ქრება რა აი ესე დღეში ვართ რა არ გეცოდებათ შენი თანამემამული როგორ არ გეცოდება კაცო ამდენ ფულებს რო ჭამ რა ოდითგანვე ასე იყო მამაო ყველა ხელისუფლების დროს ეს პენსიების თემა. აი გახსოვთ ხომ, როდესაც ნანული შევარდნაძე იტყოდა ხოლმე რომ კარგმა დიასახლისმა დიახაც უნდა იმყოფინოს პენსია, უნდა გაანაწილოს როგორ? აი როგორ უნდა გაანაწილოს თუნდაც ახლა პენსია პენსიონერმა, როდესაც ფიზიკურად ადამიანს უწევს არჩევანი წამალი იყიდოს თუ საჭმელი. აი როგორ უნდა გაანაწილოს, ხო? ძალიან ბევრი ზარი შემოდის სოციალურ თემატიკაში და მეუბნებიან ხოლმე, რომ არ ვიცით რა ვიყიდოთ ჩვენ ამ პენსიით წამალი თუ საჭმელი. კი, გამიგე, კი, მართალია, კი. არჩევანის წინაშე არიან პენსიონერები და თუ წამალს იყიდიან, მშივრები რჩებიან და როგორც პატარა ბავშვს და წეღან მამაო საუბრობდა როგორც პატარა ბავშვს ისე უნდა მოხუც ადამიანს ყვება და მიხედვა ტკბილიც უნდება წარეც უნდება მჟავეც უნდება მოხუცია უნდა ჭამოს ყველა პროდუქტი ყველა ხორცის უნდა ჭამ ყველაფერი რო ვეკითხები რომ მოდიან ხოლმე რა გაგოგო სახში საჭმელი რა ყველი მაინც რა ყველი მამა გიორგი რას ლაპარაკობ სადა გვაქვს ჩვენ ყველის ფული რა გესმის რომელ ხორზე და იმაზე ძეხვზე და რაღაცებზე სოციალიზმის ლაპარაკი ესეთი უკიდურესი გაჭირვებაა რა გეუბნები თვალებს ხუჭავენ რა განარიციან ნათია იციან თვალებს ხუჭავენ რა მაგით მესამჯერ ვიმეორებ მაგათ არ უყვართ ქართველი ხალხი არ უყვართ რა არის ძალიან რთული მდგომარეობა სოციალური კუთხით, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა შიმშილის კუთხით, გაჭირვებით, ასევე არის საფთიაქო რეფორმა გასატარებელი, რომელიც პირდაპირ აი ასე ტყვიას ესვრის ადამიანს, როდესაც საფთიაქში შედის და წამალს ყიდულობს რა. იმიტომ რომ 100 ლარით და 200 ლარით დღეს წამლებს ვეღარ იყიდის ადამიანი. რამდენჯერ ამის მომსწრება სცენისა ხანდახან აფთიაქში რო შევდივართ რა წამლის საყიდა და ესე იგი მოდის ადამიანი და ეკითხება ერთი ფირფიტა მომეცი და რაღაც რა მე ის საფულის გახსნეს და რაღაც იმაშვებ რა ესე წარმოიდგინე რა ანუ აი როგორ უჭირთ რა აი არ ვიცი რა როდემდე გაგრძელდეს ეს ყველაფერი რა ყველგან მაფია რა ესე ყველგან მაფია რა და ჩუბად უნდა იყო, გესმის შენ? ეს შენი საქმე არ არის. პოლიტიკას ნოეხებითო რა. და ანალოგიური დასახელების და ჯგუფის მედიკამენტები სხვა ქვეყნებში არის კაპიკები და ჩვენს ქვეყანაში არის 5 და 10 მაგი. არ ვიცი მე რანაირად ხდება რომ ამ ხელაფას წადებენ ფიზიკურად ვერ ხვდები, თუმცა აი მეზობელ ქვეყანაში თურქეთშიც როდესაც ბევრჯერ ჩაუტარებიათ ცდები და ბევრჯერ უთქვამთ რომ აი მაგალითად ეს მედიკამენტი არ დავასახელებ შეგნებულად რომ რეკლამა არ გამომივიდეს, ღირს თურქეთში დაუშვათ 7 ლარი, საქართველოში ღირს 70 ლარი. რატომ? როდესაც არის იგივე. ესე იგი საფთიაქო რეფორმა არის შესაძლებელი, მაგრამ ხელს ვერ ადებენ? ანუ აი ეს შთაბეჭდილება გვექნება, რომ თვითონაც როგორც ჩანს წილშია ხელისუფლებაც ამ საფთიაქო ბიზნესიდან და იღებს ფულს. მე მაგალითად აი ეს ვარაუდი მიჩნდება და მაშინ გაგვიფანტოს ხელისუფლებამ ეს ვარაუდი. ნარკომანიას რა ვქნათ? ნარკომანია. აზარტული თამაშები. როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნუ მკითხე ნათია. გვარებს ხوار ჩამოს. მკითხე აბა. აი წირვის წინ ხო შემოდის არა ეს მოსახსენებლები რა. სუი სახელი ნარკომანი, კაზინო, ნარკომანი ახალგაზრდებს რა. აი კატასტროფა გეუბნები რა. ესე იგი როდის მოხდა ეს ყველაფერი ამ ეს ამას გაფართოვება ამ ნარკომანის კოდვე? ამათ ხელისუფლება დაავიცდათ პლანტაციების ის დათესო რო უნდათ. არ გახსოვთ? რა თქმა უნდა. მე როცა ეკლესიამ საპატრიარქო მატეხა ერთი ამბავი, მე უგეზე ეს ბატონი რო გამოვიდა, იკე. ხო და ინფორმირებული არ არისო ჩვენი საზოგადოება, რა სიკეთეა ესა რა. ამ იკემ რა. პირიქით რომ დაუშვათ. ჯობია ესე თქვა რა. პოლიციაში როგორ ასახელებ, იკე. ხო. ჩემი თვალით მაგ დანახი. სათანადოდ ინფორმირებული არ არის ჩვენი საზოგადოება რა. და ეს ეკლესიაო რა. რა ეს რა სიკეთეაო რა თურმე რა. ეს ნარკოპლანტაციები რა. რა სიკეთის მომტანიაო რა.
როდის მოხდა დაკანონება ნარკომანიისა? სააკაშვილის დროსაც მოხდა ეს, რა ქვია, ნარკომანების პარტია გამოჩნდა? თუ ამ ხელისუფლების დროს? იმის მაგივრად რომ გამოსავალი ეძებოს ხელისუფლებამ და აი ათასობით ჩვენი ახალგაზრდა თანამული გახდა ნარკომანიის პარტიის და სექტანტი გახდა. კი ბატონო. იმისთვის ოღონდ არ წავიდეს ჯარში. კი ბატონო. და ის საკმარის თანახმარო სექტანტი გახდა. თანახმა, კი. და იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ აი ასეთი ბინძური კანონები და ხრიკები არ მიიღოს და აი ასეთი პარტიები არ აპარპაშოს, ხო? იმის ნაცვლად რომ რაღაც გამოსავალი მოძებნოს თუნდაც ნარკომანია. იცით ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, ძალიან ბევრი გადაცემაც გამიკეთებია, ბევრი ექიმიც მყოლია, ბევრი სასულიერო პირიც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ნარკომანია არის დაავადება და ეკლესია და საავადმყოფო, როდესაც ერთად ჩაერთვებიან, ჩვენ დიახ, მართალია კი. მათ შორის სხვათა შორის არის ძალიან კარგი ადამიანები. დამიჯერე. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ აი ეს ხო არა სულიერი სისუსტე. აი ძნელია რა ამის ის კი არა სიგარეტს თავს ვერ ანებებენ, კაცო. და ნარკომანი დროს მით უფრო ძნელია ეს ყველაფერი. ამიტომ დახმარება სჭირდება რა, დახმარება. და ამ საქმეში ყველა რა თქმა უნდა, ყველა ეკლესიამაც სახელმწიფო ერთად როდესაც იქნებიან აუცილებლად მივიღებთ აუცილებელია. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს აზარტულ თამაშებზე და ალკოჰოლზეც, იმიტომ რომ საგანგაშო არის მაჩვენებელი საქართველოში თუნდაც აზარტულ თამაშებზე, როდესაც ახალგაზრდები სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს, იმიტომ რომ ვალი რჩებათ ფიზიკურად გადაუხდელი, კი. მშობელი მამა უკვე იკარგება სახლიდან ნიფტები. კი. ნიფტები იკარგება სახლიდან, ზოგის ქმარი არის, აზარტო ზოგი შვილის. კი. სერიოზული თემაა ძალიან სერიოზული რა. არ ვიცი რა. 4 წუთი გვჭირდება გადაცემის დასრულებამდე, მინდა რომ შევაჯამოთ და ასევე აი თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა ეკლესიაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხებში ეკლესიის როლი და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და რა იქნება თქვენი მიმართვა და რა რჩევებს და დარიგებებს მისცემთ ჩვენს ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს. რა ელოდება და რა თქმა უნდა, რა გველოდება საქართველოს და მსოფლიოს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მე ვიცი რომ ამაზე პასუხი თქვენ გაქვთ. ეკლესია როგორც საუკუნების მანძილზე ხდებოდა, ეხლაც თავის როლს შეასრულებს რა. ეკლესიის მსახური არის არა მხოლოდ ღმერთის მსახური, არამედ ერის მსახურიც არის, ხალხის მსახურიც არის რა. ესე არასდროს არ ყოფილა. რომ ყველა ცუდია და ესე არ ყოფილა ეგეთი რამე რა. არა. ეკლესიაში არის ორგანიზმი, იქაც არის სხვადასხვა ასთა განსხვავება, მაგრამ ძირითადში ეკლესია იცის რა ფუნქცია უნდა შეასრულოს ერში რა, ქვეყანაში. ეხლაც ეკლესიამაც შეასრულებს თავის ფუნქცია რა. ეხლა შენ რომ ამბობ რა ელოდება საქართველოს და მსოფლიოს უახლოეს დროს. აი გეტყვით. ეხლა ყველა მომისმენს ყურადღებით რა. ეხლა დაიწყება ევროპაში სარაკეტო ომი. ვიმეორებ, დაიწყება ეხლა სარაკეტო ომი. რუსეთი გამანადგურებელ სარაკეტო დარტყმას მიაყენებს რამოდენიმე ევროპულ ქვეყანას. ინგლისს, პოლონეთს, გერმანიას და არა მხოლოდ მათ. ევროპაში დაიწყება ქაოსი, ანარქია და არნახული ეკონომიკური კრიზისი. ევროკავშირი დაიშლება და ნატო დაიშლება. აი ახლა 2025 წელი ახლა 30 არ არის რიცხვი. დიახ. ხო დარჩება ეს ჩანაწერი. დიახ. ხო და გავაცოთა დრო და შეადარონ ეს მოხდება ეს თუ არა. დიახ. ეხლა რაც ეხება საქართველოს რა. რთული დრო მოდის რა. აი ეს 7 დრო მეტნაკლებად მთავრდება. საქართველოში საუბედუროდ ჩამოყალიბდა ძალიან სერიოზული და სახიფათო ძალა, რომელსაც ქვია ისლამური ხალიფათი. და ეს დაჯგუფება და ორგანიზაცია მოქმედებას დაიწყებს საქართველოში. როდიდან? როდიდან?
მალე და თბილისში დაიწყება ტერაქტები. რა სააფეთქებენ, ამას მე ახლა არ ვეტყვი, ცუდად გახდება ხალხი, თუ ვეტყვი რა იქნება აფეთქებული. აი სანამ ჩვენ აქ ეს ყველაფერი ისინი ამით ისარგებლებენ რა. ძალიან სერიოზული დრო მოდის რა, ძალიან სერიოზული დრო მოდის. ამიტომ ყველა ეროვნული პატრიოტული ძალა უნდა შეეერთოს ერთმანეთთან, ერთად უნდა ვიყოთ, რომ დავიცვათ საქართველო რა. იმიტომ დრო მოდის სული. ვიმეორებ ის, რაც წინა გადაცემაში შენთან რო ვიყავ გითხარი. გადახედონ რუკას და საქართველოს ირგვლივ რა ხალხები და ერები ცხოვრობენ. ყურადღებით გადახედონ რა. და მე ნანახი მაქვს არაერთხელ რომ წინ გველოდება ომი და საყოველთაო მობილიზაცია. აი ამას ახლა ვამბობ, როცა ყველაფერი მოხდა, არავინ არ თქვას რომ ჩვენ არ ვიცოდით, არავინ არ გვაფრთხილებდა ჩვენ. ძალიან სერიოზული გასაძლებლების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ სანამ დროა ერთად დავდგეთ საქართველოს დასაცავად რა. და ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ყველა ეროვნულ პატრიოტული ძალები. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ მობრძანებისთვის სტუდიაში. საგარეჯო სოფელ გიორგი წმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი პავლოვი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მამაო სტუდიაში მობრძანებისთვის. დარჩით ჩვენს არხზე წინ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო გადაცემები იგელით საინტერესო სტუმრებთან ერთად მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი მუშაობდი თქვენთან ერთად ნახვამდის.